მე როგორც ვიცი თქვენ ბევრი ცნობილი პატიმარი ყავდათ. ერთ-ერთზე ჩემს ბატონმა ნაულისმა ილაპარაკა თუ არ ვცდები დურუ ხურცილავაზე და მითხრა რომ თქვენ გქონდათ მასთან ურთიერთობა. თქვენთან იჯდა სადღაც. დურუ ხურცილავა ჩემთან მე რიგითი რო ვიყავი ორთაჭალის ციხეში მაშინ საგამომძიებლო იზოლატორს ეძახდნენ იქ გავიცანი ხო და იმის შემდგომ მან მოიარა და მოსკოვში სერბის ინსტიტუტში იყო ფსიქიურად დაავადებული იმაში ამოწმებდნენ უნდა მიცეს საბუთი რომ იყო ფსიქიურად დაავადებული დურუ ხურცილავა კიდევ რა არის იცი გულგრიობის მსხვერპლი გახდა მაგი სრულიად პატარა ბავშვი 14 წლის არა 14 წლის ასაკში დაიჭერეს რისთვის მეზობელს მოპარა ყველი და რაღაცა შეიპარა იქ და მოიპარა ამისთვის დაიჭირეს და მერე წავიდა მის საქმე სულ ციხეები და ციხეები და საბოლოოდ ისე ჩამოყალიბდა ეს დამნაშავედ რომ საბჭოთა კავშირი ნომერ პირველ დამნაშავედ ითვლებოდა მთელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმიტომ რომ დაუნდობელი იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო მაგის პატრონი რო გამოშვდა ან ბოქსიორი ან მოჭიდავე მსოფლიოში რაღაც უძლეველი პიროვნება იქნებოდა ხო და ეს ხურცილავა რომ მოიარა ყველაფერი მანამდე ისე მეორე წანა მოხდებოდა ჩემთან მშობლივით ვიყავი ჩემს ოჯახში წასული მშობლივი ცოცხალი იყვნენ და ჩემი და სანაკში ცხოვრობდა მაქსის ქუჩაზე და იქ ცხოვრობდა კიდევ ცნობილი პიროვნება როგორ კაი პიროვნებად ითვლებოდა იპოლიტე ხურცილავა რომელსაც ანგარიშს უწევდნენ არც ქურდი იყო არც ფიზიკურად ძლიერი იყო და ქურდების და ყველაც ამის სახში ვნახე და ჩემი დადა ეს ხურცილავა ერთი ღობა ყოფნიდა და ვნახე ეს ყოფილი პატიმარი თან ამასთან გამიკვირდა ნუ ლაპარაკეთ მოიკითხეთ ერთი მეორე და შემორჩა ამის შემდეგ გადის დროხანი მე უკვე აქ არ მუშაობ გადასული ვარ ციხეში და დურუ ხურცილავა არის მოყვანილი კვლელობისათვის ესე იგი სოფლიდან წაიყვანა ვიღაცა და სასაფლაოზე მოკლა და დღეშია გავარდნილი მერე დაიჭირეს ეს შემოუთვალა მთავრობას რომ მე ჩაგბარდებით იმ შემთხვევაში თუ არ დამხრიტავთ და ეს პრობლემა ქალის არის თუ კაცის? ქალის პრობლემაა თუ კაცის პრობლემაა? კაცის პრობლემა არის. და ასევე გაძლევთ პირობას. ყველა პატიმარი, ვინც არის ურჩი და არ გემორჩილებათ, არ მუშაობენ, ათკაჩიკები არიან, შეყარეთ ყველა ერთ კოლონიაში და მე დამნიშნეთ იქ ბრიგადირად. 100%-ით იქნება გეგმა შესრულებულიო. ამას თავისუფლებაში მყოფი უთulis თავრობას? თავისუფლებაში ტყეში როა გავარდნილი ამის დაჭერა უნდათ. ლიკვიდაცია ამის გამოცხადებული, იმიტომ ყველას ეშინია ის. მოითხოვა შადორთან შეხვედრა. შადორმა თანახმად პირველი მოადგილეა შადორი ამ დროს მინისტრის. შადორმა თანხმობა განაცხადა, უშიშარი პიროვნება იყო სხვადასხვის. მაგრამ სამინისტრო ცეკა არ დათანხმდა. რა ვიცი ის გიჟია და მოკლას ადმირი ხართ მე რა. აიღო და თბილისის სამძღვრო განყოფილების უფროსი იყო ბალავაძე. და იმან თქვა მეწავალ და მე შევხვდებია. შეუთვალეს იმას რომ აი ბალავაძე მოვიდესო. მოვიდეს, მაგრამ ყოველგვარი იარაღის და მის გარეშე მე იარაღით არ დავხვდები აქაო და მივუთითა ტყე ადგილი სადაც უნდა მივიდეს. სანამ მივიდეს ამას ესე იგი მომზადებია ფორმალები რა გინდა შენ წვადები ερμიწვადი გინდა რა გინდა ყველაფერი. დურუს? ტყეში. სადაც ელოდება ბალავაძეს. ნუ ბალავაძე ახლა მარტო ხარ წავიდოდა ის ჯგუფი ყველაფერი შექმნეს რამე მოსალოდნელი რო ყოფილიყო რაღაცა რო დაინახა იმ ადგილას და გამოჩნდა ესენი უთხრა მე როგორც ახლა ვარ აქცარილი არაფერი იარაღი შენახული და არა მაქვს თქვენ წინააღმდეგ თქვენს ასე იარაღით არ შემოხვიდეთ ჩემთან ბალავაძე უთხრა არა არც მეუღოდა ეს აცია ხელი აგერ არაფერი მივიდა ბალავაძეს კიდევ ორი ადამიანი. დაჟენ, დალიეს, კარგად.
მოგიდეს მე ხელი და ჩასვეს თვითონში და შემოიყვანეს აქ. ანუ მოელაპარაკნენ და ჩაბარდა. ჩაბარდა და ნუ იმის იმედითაა რომ არ დახვიტავენ ახლა დურო რომ თავრობა შეპირდა მას. ხო და ამ შემთხვევაში ეს ზის კამერაში, მაგრამ ციხის უფროსი შეიცვალა და დაინიშნა ლეჟავა. ლეჟავა ამტყოფი კაცი იყო და მისი ძმა 67 წელს ქალაქის პროკურორად დაინიშნა. კარგი თანამდებობა ჰქონდა და ალბათ ამან განაპირობა რომ ციხის უფროსი რომ სხვაგან გადაიყვანეს, ეს მოადგილე იყო და ეს დააწინაურეს. ეს რომ მიიყვანეს რეჟიმი არ არის, თანამშრომლები მოადგილე და ესენი ვერაფერს ვერ უშევიან. თუ რომ აიყო იქაურობა და ესე იგი რო ბრძანებს რომ აი უნდა წამიყვანოს სამამტყოში, მიდის, მე თვითონ გასაღები გამოართვა ვიღაცას და თვითონ თავისი დადის და მიდის რას უნდა იმ კორპუსში წავა. მე ისე განაგდა და ისე რომელ ციხეში ზის? ორთაჭალის გუბერნსკი რომელიც დაინგრა. მე ისე განაგდა რომ ბაჩონკით ღვინო შემოაქვთ კონიაკები ერთი კამერა გაანთავისუფლეს, ამან გაანთავისუფლებინა თვითონ და ორი შეპოვარი შეიყვანა შეგნით. თელი დილიდან საღამომდე შეპოვარი, ახალი ხორცი გინდა, რა გინდა, ამზადებენ. რანაირი გინდა, შაშლიკი გინდა. ფულს ვინიხდის ამაში? ფულს ვინიხდის ამაში? ფულს ვინიხდის და დურო. დურო საიდან აქვს ფული? გეტყვი ახლა. უმზადებენ და ეს ორი პოვარი მუშაობს. კანონიერი ქურდები რომლებიც როზიდან სწორედ ისინი აფინანსებენ. რო დურო თავისი გავლენით და თავისი პიროვნებით ასეთ შიშის ზარზემს ყველას და ვერისა დურო რა შვება, რო გაამზადებენ საჭმელს. გამოიტანს მაგიდას და გაშლის არსენა ოძელაშვილი კალიდორში ჩამოყავს ყველა ეს ქურდები, კაი ბიჭები ვინც არიან და კეიფობენ და მიდის კეიფი. ანუ კარგად არის ქურდებთან დურო? კარგად არის ქურდები აფინანსებენ ამ პერიოდში რო გეუბნები. ხო. ეს რა პერიოდია დაახლოებით? წელი? ეს პერიოდი არის გეუბნები 67-68 წლები. ხო. ვერაფერი ვერ მოუხერხეს რაკნას და ბოლო ეს ამბავი მივიდა სამინისტრომდე. რომ ასეთი ამბავია რომ დურო ხურცილავა, ესე იგი გახდა ასე ვერაფერს ვერ უშვებიან. მე ამ დროს გვერდით მუშაობდა. დურო ამ პერიოდში, როდესაც უკვე მოინდომეს ამის იმ კამერიდან გამოყვანა, გადასული არის სამამტყოში. უნდა იქ პალატაში ზის და მოსაიფობს ამ ამამტყობებთან. ამ დროს მოუგროვებია თანამშრომლები ერთი 100 კაცი არის. სერიოტკინი იყო კადრების ზარში მოადგილე ის ჩამოსულა სამინისტროდან. სამართლოს ციხის განყოფილების უფროსი მისი მოადგილე, რა ვიცი, რამდენიმე კაცი და გეგმავენ რომ დურო ხურცილავა უნდა შებოჭონ, გამოიყვანონ ამ იმიდან ოთახიდან. უნდა ჩაიყვანონ დასახლეთ საკანში და იქ უნდა მოათავსონ. მიჯილი აქვს უკვე დახვეწა? ჯერ არის მიჯილი და იქ უნდა მოათავსონ. მაგრამ მეშინიათ ახლა როგორ გინდა რომ გამოიყვანონ, ფიზიკურად ძლიერია. საკანში აი ესეთი ვიწრო კარია, ერთად ვერ შეცივდები რომ დაიჭირო და რაღაცა. ესე იგი ვიღაცა უნდა შევიდეს, მაგრამ დროს შევიდეს და დაარტყას. ვარიანტი არა ფერზე დადგეს კაცი. რაკნან და ასეთი იყო ციხის ყოფილი უფროსი დავითულიანი, რომელიც დააწინაურეს და გადაიყვანეს სამმართველოში ციხების განყოფილების უფროსად. ასეთი თანამდებობა იყო. ნაჩალნიკა დევა სლედი იზოლატორი ტირემნიხ отдел საკავშირო მასშტაბით და აქაც. იმას გაახსენდა, როდესაც მე აქ რო გავიცანი ეს კარგი დამოკიდებულება იყო და მაშინაც რო უხეშობდა, მე მიჯერებდა ეს დურო. ხო და რო ვეტყოდი, დამყვებოდა ყველაფერი ერთი მეორე და ვაწნარებდი. ხო და როდესაც მაგი ავამტყოფობით გაანთავისუფლეს და იზოლების სამკურნალო სოხუმში გააგზავნეს, მოითხოვა რომ ტაბაღუამ გამაცილოს. მე გავაცილე და მე მოათავსე იქ ჩავაბარე. ჩემთან ერთად რა თქმა უნდა სხვაც იყო ბადრაგი. ეს მანამდე, ხო? მანამდე. და ახლა უკვე ის პერიოდი გავლილია, ყველაფერი სხვა დანაშაულებები აქვს და
აიკლო აქაურობა, кейფობს ყველაფერი და როგორც უნდა ისე დადის, რაც უნდა იქ და არავინ არაფერს არ უკრძალავს. ვერ აუკრძალავს. ყველას ეშინია რა ისე და ამ დროს აი ნაულის ხობულია რო არის. მე შემომითვალა რომ ნახეო. შემოვედი და ავედი არა პატიმარი სადა სამამტყოში არისო წასული და შევატყობე მალე დაბრუნდებაო. დადის როგორც უნდა ის. მოვედი და მეუბნება რომ მეგრულად დამეწყო ლაპარაკი. ნაულისთან თუ დურუმ? დურუმ ნაულისთან ლაპარაკი სადააჯია. მეუბნება რომ ხო ხედავო, წამეყვანა მაჩვენა კამარა, 2 რეზეტკა, 2 ბუფეტის თანამშრომლები, მზარეულები, ბაჩონკი თღვინო, კონიაკები, რომელიც გინდა, ულაგია და აი ასე ცხოვრობა. მაგრამ ხალი მაკლიაო და რესპუბლიკურ სამთავრობაში ხალთა პალატა არისო და იქნებ გადამიყვანო იქ. დურუმე უთხარი ამას მე ვერ შეძლებ, ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ჩემი პროფილი არ არის, მე ექიმი არა ვარ, დიაგნოზი რამე. და არ გეწყნოთ ჩემგან თქვა. სხვანაირად მე უთხარი გვერდში დაგიდგებით. მაშინ მოდიო დამელიეო და ახლა თანამშრომლები ესა. მე უთხარი განა შენგან მეზარება მოყოლები დავლია უთხარი, მაგრამ ესენი დამაბეზღებენ. რა ესე ტაბაღუა გადმოვიდა და იქეება და რაღაც. კარგია მაშინო იგნახოს და გადის ერთი კვირა და აი ამ იზოლატორი სადაც ეს არის მოთავსებული და კრიც სადაც ვეძახი ციხე კარი ყოფს ერთ პერიოდი ეს გაერთიანებული იყო მთლიანად ერთმანეთში და მე 64 წელს გაყვეს როგორც მიჯილები ტირემნი რეჟიმზე და ეს სალკე დარჩა დაუჭრია თავისთავად აბრახონებენ გაუგას კარი რა მოყავთ დურო რა არის სისხლი მოდის აი დაჭრილი გადაჭრილი საიყვანეს სამამტყოში მიიყვანეს რა თქმა უნდა ქობულია იყო იქ მოუარა ამას ყველაფერი და მე ეს არაფერი არ ვიცი რომ შემოიყვანეს სპეცნაცელში ვარ სპეცნაცელის უფროსი ვარ და ახლა უკან უნდა გაიყვანო მიზატოება შეუძლებელია უკვე იციან რა არის და გაუკერეს და აბრუნებენ უთხრა ბადრაკსო ერთი აქტაბაღუა მანახეთ ხედავ შემოიყვანეს სანამ ჩემთან მოვიდო და იქ 2 ქურდი იყო სამამტყოში იქ 2 ბოთლი კონიაკი მეუტანია იმისთვის იქიდან რო გადმოვიდა ჩემთან შემოვიდა და იქ რო არ დალიო ამოიღო ჯიბიდან და დადო კონიაკი ახლა დავლიოთ მე დაშენ კითხვა ქალი მყოფდა თანამშრომელი უთხარი გადიიც შენა თქვა ჩავკეთე კარი კრაფინკა ჭიქა მაქვს ავავსე 200 გრამიანი იმასაც ავსე გადავყარი დავლოცე სვაბოვდა უსურე აკეთე გადამკოცნა და წავიდა წაიყვანეს და ამის შემდეგ ხდება ყველაფერი იმის გამოყვანა რომ უნდათ ეს პროცედურა რომ მოხდა ჩვენ შორის გადმოვიდა ქურდები მოინახულა მეც მოინახულა იქ რო არ დავლიე მაშინ და აქ დალია ეს და თავისი გააკეთა დავითლიანს გახსენებია რომ ეს მე მიჯერიდა და ამიტომ უთქვია რომ ტაბაღუა გამოიძახეთ მე ადგილზე ვარ არ ვიცი რომ ამის გამოყვანა და სასახლის საგანში უნდა ჩაიყვანონ არ იცის რომ დახრეთ აქ მიჟილი არა მიჟილი ჯერ მაგრამ იმიტომ უნდა შეიყვანონ რომ იქ ჩაიკეტოს ბოკლომი უნდა დაიდოს და ეს არ გამოვიდეს და არ იაროს როგორც უნდა და ის არ კონდეს ეს რა ქვია ხვინო და არაყი და რაღაცა მივედი შემიყვანეს სერიეთკინი არის ეს ლეჟავა საწყალი კანკალებს ხო და მეგონებიან რომ ასეთი ამბავია ამდენი კაცია მოგროვილი და უნდა გამოიყვანოთ და აი დადგათ რომ შიშია იმის რომ არ დააზიანოს და შენ გიჯერი და იქნებ მე უთხარი ახლა ხელმძღვანელობას და ამას რომ მე უთხარი მაშინ 100 კაცი არ მჭირდება მარტო წავალ მაგრამ 1-4 კაცი კალიდორში იყოს კართა მე რო შევალ მაგასთან მე მაგას ხელს არ დავარტყმევინებ კარგად ვიყავი მაშინ ფიზიკურად და ყველაფერი რო დამარტყას არც მე დავდგები ფეხზე მაშინ მაგრამ
მოახერხებდა თუ რაღაცა უკვე გამწავდა აი ეს დიდი კაცია ფიზიკურად თუ ფიზიკურად ჩემზე შეიძლება ჩემი ტოლიან ცოტათი ნაკლები სანტიმეტრი მაგრამ ჩამოსხულია იცი როგორ აი მზკერდი ისე აქვს მე რა თავი ქონდა რკინას ურყონდა კაცო თავს რკინის თავი ქონდა და მე რა შვებოდა რო გამოიხანებოდა ხო ურდული აქვს ის აქვს რო დაარტყამდა ამ 500 კილოიანი გამოქონდა ურდულიანად რა ძალა ქონდა მე არის რაღაც ცხენი ძალა ქონდა უთხარი ასე თქვა აბა შენი ციებ თულად იყავი და შევედი ეს 4 კაცი ცოტა ისეთი კი არა ინვალიდები კარგი ბიჭები და რო შევედი უსვად წამოწოლილი იყო ახტა გაიხადა ტანზე და აბდუშალივი ტიტველი დადგა ტანზე ზევით მე უთხარი დურო ჯერ გამარჯობა მივესალმე პატიმრებსა მიცანი თუ არა მე თუ არ მიცანი და არ გახსოვარ მაშინ არ გელაპარაკები თუ არა უნდა დაგელაპარაკოდას უნდა გითხრა და მე გავიგე შენ რას გიპირებენ და ამიტომ მოვედი შენ დასაცავად რა ხდებაო ამ დროს ნენელა ახლოს მივედი ახლოს და მარჯვენა ხელზე გავუყარე რომ მართლა არ დამარტყას და ვესაუბრები მეგრულად და ასე აპირებიან მეუთხარი შენს გაყვანას შენ თუ არ დაემორჩილები იარაღს გამოიყენებენ პირდაპირ კამერაში მაგრამ მე თუ შენ გამომყვევი და დამიჯერებ მაშინ მეუთხარი ხელუხლებელი დარჩები და არაფერი არ მოხდება ერთ-ერთი კამერაში გისვიან და მოგადავსებენ ცალკენ და ამ ხელად თმები აქვს აი ასე უგრიდან ხარ მისვიანო შენ რო არა მეუთხარი ვარიანტი არა გავუყარე პატუშკი და წამოვედი წამომყვა შენივრად ყველაფერი და ამოვედი სერიატკენია ესე კანკალებდა რომ დაინახა ხო და მითხრას რო კარგია შეიყვანეო სამავრიგო ნაწილში რო ჩავიყვანე სამავრიგო ნაწილში ეს ჯარი ხალხი რომელიც მოგროვილი ქონდა ყველა იქ არიან კავიზაში სასწაული უნდა რეჟიმის დარგში იყო ერთი დვალიშვილი იქ რომელიც მუშაობდა იზოლატორში რო ჩამოიყვანე ეს სამავრიგო ნაწილში და შევიყვანე ეს დვალიშვილი იზევა ბრძანებას დურო პატიმარო დურო ხურცილავა თქვენ უნდა გაიპარსოთ თავი და პირი ეს რო უთხრა და გაგიჟდა მე ზოგს დუბინკა უჭი ეს რა გიჭირავს ხელში გაიწია იმისკენ გაგიჟდა კაცი და ამას მოიკიდა ხელი აი ასე ამ თუმადა მოიგლიჯა ეს და ამ რეჟიმის დარში მოადგია თვალში შეაყარა ბოდიში და შენცოლს წაუღეო და შეტანაო ეს ახლა დაწყნარება არ გინდა ამათ უთხარი რომ ჩმად უთხარი რეჟიმის და ნუ გაცემ პასუხს მე უთხარის მე დავაბინავებ ამ კაც დაანებეთ თავი თქვა ახლა მეგრულად ეუბნები მე უთხარი რომ ვიღაცა მუსხომ არ გაყვარსო მე გაყვარსავ შენა თქვა მე დამიჯერე თქვა პროვოკაციას გისყობენ ხო ხედავ თქვა დავსვიგ და გადავპარსე წვერის გაუპარსე თავზეც გადავპარსე ყველაფერი და ახლა ვეუბნები რომ საწავიყვანა ეს ხალხი რა გინდათ მე თქვა იმათ უთხარი დაშალდეთ ეს ხალხი სადაო და აგერ მორიგერო არის ქვედა საფლულზე არის პატარა ოთახი ადრე იქ ხრეტავდნენ ადამიანს როცა მიატოვეს გარეთ გაყვანა მე სხვაგან ტუნელში გადაიტანეს კი ბატონო თქვა ჩავსვი მომიტანეს ბოკლუმი დავადე და თუროს ოთხარი რამე რო იყოს და შენ არ მოგეწონავს ამათი საქციალი უთხარი აქ ბიჭებს და დამეძახენ მოვალ თქვა მოათავსე ასე იმათ მადლობა მითხრა და წავედი გადის ერთი კვირა და ჯერ არა იმ საგანი უნდა გაამზადონ ბეტონში ჩასვეს სპეციალურად ეს კარიც ყველაფერი სპეციალური დასახვეთ იმაში რეკონსტრუქცია გაუკეთეს ერთ-ერთ ამ საკანს და ამზადებენ უნდათ გადაყვანა მაგრამ მე კი არ დამიზახეს ეუბნებიან რომ გამოდიო
და წამოდი არსად არ წავალო ამან უთხრა არ წახვალ იქნება არ იქნებაო და აიღეს და არის ცრემსადენი ასეთი გაზი შაშკი რომელიც შეაგდებდა ცრემლის დენა და ადამიანს სუნთქვა არ შეუძლია გამოიყენეს ეს მაგრამ ამ თანამშრომლებმა დეგენერატებმა ამას რო აკეთებს შენ თვითონ პროტივოგაზი უნდა ჰაერწიაღი უნდა გაიკეთო რომ შენ თვითონ არ დაიხშო შეაგდეს ერთი კი არა ორი შეაგდეს რო გამოვიდა ეს კვამლი ესენი იხშებიან ის იქ დადის და მღერის 10 ისროლეთო თუ გაუძელიო სახში გამიშვიდა მღერის დადის თავისუფლად ატლა განგაში აქეთ ეგეთ რაბა მოდი დაბაყუა მივედი რა ხდებაო და აი ასეო შენ უთხარიო შენზეო შენ არ დაგიზახესო და მითხესო არ წავყევიო და აი ესე მესროლეს მე როგორ გაუძელი თქო და ბოდიში თქვენთან და ამათ არიციან შარდითო მოიწვინდებო შარდზე არ მოქმედებსო ეს უნდა თვითონ დაიხშენო ეს დებილებიო და მე უთხარი კარგი ახლა ხო გითხარი უნდა წამოხვიდე მე უთხარი თავიდან გამეყარა პატრონში წავედი და ჩაკეტეს იმ სიკვდილ მიჟილთა საკანში უკვე? იმ მიჟილების საკანში და იმის შემდეგ არ გაიყვანეს იქ ციხეში კლუბში შედგა მაგისი სასამართლოდ და გამოუტანეს დახვრეტა. რომ გამოუტანეს დახვრეტა, მისი შესრულება ჩქარა გაიგზავნა მოსკოვში შეწყალებაზე, უარი მოვიდა და გაბუნია იყო უკვე ციხეს სოფროსი ბიჭი, გარდაიცვალა 2 თუ 3 წლის უკან 97 წლის ასაკში. გაგრაში მუშაობდა ადრე პოლიციის სოფროსად. ხო და რაკნას მიიღო დავალება რომ უნდა დაიხვრეტოს. ამან აიღო და ეს დახვრეტა ჩვეულებრივ სამუშაო დღეში უნდა მოხდეს, გადაიტანა შაბათი დღესაც. რომ არავინ არ ელოდება, რომ არავინ არ გაიგოს, ასკულდებოდა, რამე არ მოხდეს. ხო და კონტროლერი რომელიც იქ იდგა, ამას დაავალა. თუ დღესო, ახლა რო ჩავხვალო იქ ცვლაზე და დურუმ თუ მოგთხოვაო რომ საჭმელი მომიტანე, კალბასე მომიტანე ლარიოგიდან შეასრულებო. იმან მისა ფული ამას ყოველთვის ჰქონდა სახარჯო. წავიდა მოუტანა და შეჭამა ეს კალბასი იყო, ყველი იყო ერთი მეორე და ამ დროს გაბუნია მოდის, მოყავს ხალხი. უნდა კონტროლერს აგინებს. შენ რა ჩაიდინეო ახლა ინფორმაცია მიიღო, შენ მოღალატევ შენ. რა შემოუტანე დურო ხურცილავას. არა შენი საშველი შენ ციხეში დაგალპოვო, ყვირის ამას გაბუნია ესმის ამას. იქიდან ეუბნება. ბიჭიკო ბიზიავო, არაფერი არ მოუტანიავო. მოდი თუ გინდა შეამოწმოთ. აბა, შემოამოწმოთ და უნდა გამოყოს ხელი პორტოჩკიდან, უნდა დაადო ბორკილები, ერთს კი არა ორს ადებდნენ, იმიტომ ერთი შეიძლება გაეწოდა. ეს რო დაადეს ორთავე და რო გააღეს კარი. ეს ჯავათები იქებრან და ჩაარტყეს ურო თავში. რო გაეთიშათ. გათიშეს, ასე გადაშვილი. წაიყვანეს მე სპეციალურ კომისიაში და დაიხვრეტა ასე. თუ რო ხოს გათიშული. გათიშული გათიშული, ხო, გათიშული წაიღო, იმიტომ რომ ისე ვერ წაიყვანდნენ, ასე დაიხვრეტა. ზოგადად რა უნდოდა თქვენი დაკვირვებით ამ ადამიანს? უბრალოდ დამნა არა, როგორ გითხრათ, არა რაციონალური დამნაშავე იყო თუ რამე უნდოდა? რატომ არის ყველაზე ცნობილი პატიმარი იმ პერიოდის? ეს რადგანაც ერთხელ რომ მოხდა მაშინ მაგი თავის დაჭერას უსამართლოდ თვლიდა. მერე ძმების დაუჭირეს. მერე მოუკლეს კიდევ ძმა თუ ვიღაცა მოუკლეს. რომ მოუკლეს ამას აბრალი და ვიღაცას. სინამდვილეში არ ჩაუდენია ის კაცი მოკლა, ეს ერთი მკვლობა ჰქონდა. დაიჭირეს. მერე საგიჯეში მოხდა, გამოვიდა კიდევ ვიღაცა მოკლა, კიდევ რაღაცები და ამ დროს ესე იგი რომ ადამიანი უკვე რო შედაბავს, წავიდა ამ გზით. მე გამიგია რომ უამრავ გაუპატიურებას და რაღაცებს აბრალებდნენ თუ აიყო თუ ეგ თქვენ რა იცით ამ შესახებ? მისი მორალური სახე რო წარმოვიდგინეთ. არა, ეს იყო, იმიტომ მოკლა ისა ბიჭი რომელიც იცავდა იმ ქალს. ქალი გაუპატიურა ამან. უნდა მე იმ ბიჭმა რომ დაცვა მოინდომა, წაიყვანა და მოკლა.
ქალის გაუვადროდა ის ბიჭის მოგლა. ამიტომ ხესად იყო ადამიანი ქსეული, როცა უკვე ხელი აქვს აღებული, რა ყველაფერზე ხელი აიღო. ქურდულ კანონებს არ ცნობდა. არა, მაგისთვის ქურდი მურდი არ არსებობდა. ის იყო თავისი გზით დადიოდა და ქურდებმაც იცოდნენ, ქურდებს ის არაფერს არ ერჩოდა თუ ისინი არის დაუწყებდნენ რაღაცას. მარტო იყო თუ რაღაცა თავისი ბანდა ყავდა თუ როგორ მოქმედებდა? არა, არავითარი ბანდა მაგას არ ყავდა, თვითონ მარტო მოქმედებდა. არავითარი. მაგის ძმაც მაშინ ტყეში იყო, ის დაიჭირეს, მე ლიკვიდაციას გაუკეთეს, ყველაფერი ერთი ოჯახი ამოწყდა რა მთლიანად. ხურცილავების ოჯახი? კი. არავინ არ დარჩენილა, მე არა, მაგას არ შვილი დარჩენია, არც არაფერი არ დარჩენია. ხანდახან სისტემა ტყუის როდესაც ფორმალურად ქაღალდზე გაქვს არასრულ წყომანებზე მეთვალყურება კომისიები იყო შექმნილი მიექციათ ყურადღება თავიდანვე მიექციათ ბავშვებს რომ თლადა არ დაღუპულიყო მაგრამ სისტემა რომელიც პირდებოდა რევოლუციის დღეებში რომ არ ნახული სისტემა შრომაგასწორებითი დროებითი სახლები საპატიმრო უნდა შექმნათ ასე შემდეგ მერე გულაგად იქცა არქიპელაგად ადამიანების ესე იგი ლაბორატორიების ლაბორატორიად იქცა ფაქტიურად არავითარი გამოსწორება იქ არ ხდებოდა კაროსელი ტრიალდებოდა ესე იგი გავიდოდა შემოვიდოდა ასე გრძელდებოდა ეს და ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ამ სისტემისთვის არავინ არ იცვლიდა რომ ნორმალური რეგულირება და კანონი შემოეტანათ